გამარჯობა, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ კითხვაზე მოკლე პასუხი არის ესეთი, რომ ფასებს ადგენს ბაზარი. პრაქტიკულად მთავრობა არ მონაწილეობს ფასის დადგენაში, პირდაპირ არ მონაწილეობს ფასის დადგენაში. ამას ადგენს ბაზარი კონკურენციის საფუძველზე. ანუ არის რამოდენიმე შემომტანი, ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და ამის მიხედვით დგინდება საბაზრო ფასი. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველი, რაც ჩვენთან მეტნაკლებად მუშაობს. რა გავლენას ახდენს ამაზე მთავრობა ფასის დადგენაზე? ძირითადად ეს გავლენა გამოიხატება ორი მექანიზმით. პირველი ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახური, როდესაც მთავრობა აკონტროლებს, რომ არ არსებობს რაღაცაზე ზედმეტი მონოპოლიური გავლენა, თქვა არ არის ერთი შემომტანი ან ორი, რომელიც ადგენს ამაღალ ფასს, ეს ერთია და მეორე მექანიზმი ეს არის, რა თქმა უნდა, გადასახადები. რა გადასახადს დააწესებს მთავრობა, ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა, ფასი. მაგრამ პირდაპირ ფასის დადგენაში ხელისუფლება არ მონაწილეობს. კი ბატონო, ბატონ გიორგი, რა სიტყვით აი ამ პროცესში სუსის ჩართულობაზე და იმაზე, რაზეც გუშინ ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, რომ თურმე მამუკა მდინარაძის უწყებამ უნდა გამოიკლიოს რაღაც კარტელურ გარიგებებს ხომ არა აქვს ადგილი და ხომ არ არის აი ეს მონოპოლია, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ეს ამ მონოპოლიას ქმნის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, ესე თვითნებურად, ბუნებრივია არ შეიქმნება ხომ ესეც ასევე მე მგონი ძალიან მარტივია ადამიანებისთვის ამის მიხვედრა. რა თქმა უნდა, მე თუნებას მომცემთ, მე ორი სიტყვით ცოტა შესავალს გავაკეთებ და ავხსნი და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. ნახეთ, ის რომ რაღაც განსაზღვრული პროდუქტები საქართველოში შეიძლება უფრო ძვირი იყოს ვიდრე ევროპაში, ეს ობიექტურად არ არის ძალიან გასაკვირი. ეხლა მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ საერთოდ არ ვაწარმოებთ და იმპორტზე შემოდის, როგორც არის, ვთქვათ, ბრინჯი იყო ნახსენები, მე მგონია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, ან შოკოლადი. ეხლა თუ შოკოლადი შეიძლება ვაწარმოებთ, მაგრამ ძირითადად ეს იმპორტზე შემოდის ჩვენთან. ესეთი პროდუქტი, როდესაც იმპორტზე შემოდის, ნუ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი მოცულობები ბაზრის ბევრად უფრო პატარაა ვიდრე ევროპული ბაზარი. ამიტომ შემომტანს უხდება უფრო მაღალი ფასის გადახდა, იმიტომ რომ ყველას გვესმის ახლა, როდესაც 10 ტონას ყიდულობ, უფრო შეღავათიანი ფასი გექნება, ვინც მოგაწვის ამ ბრინჯს მსოფლიო ბაზარზე ვიდრე 1 ტონას. არა გავიგე, ესე იგი აქ უკვე ჩვენ ვაგებთ. შემდეგ ამ დისტრიბუტორს წარმოიდგინეთ მოაქვს ეს საქართველოში ჩვენთან ლოგისტიკა და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება ახლა ვიდრე ევროპაში რაღაცის ჩატანა. თან ესე თქვა ერთეულ პროდუქციაზე ეს უფრო ძვირი და ცოტა მოაქვს, ანუ ტრანსპორტირებით ძვირი ჯდება. შემდეგ შემოიტანა საქართველოში და საცავლო ქსელებში, ახლა იგივე სუპერმარკეტებში განათავსეს იმ სუპერმარკეტებში ჩვენთან ბრუნვები ბევრად დაბალია ვიდრე ევროპაში. ახლა თქვა იგივე პრემიერ-მინისტრმა ახსენა, რომ 7% არისო ჩვენთან მომგებიანობაო სუპერმარკეტებში და ევროპაში 2. გასაგები ევროპაში 2 იქნება, იმიტომ რომ ის ასჯერ თქვა კობახიძემ. ხო, ამიტომ ახლა ის ევროპელი ასჯერ მეწვიდეს ახლა ვიდრე ქართული სუპერმარკეტი და ქართულ სუპერმარკეტზე 2%-ზე რომ დაუსო მომგებიანობა გაგოტრდება. ამიტომ არის ობიექტური ფაქტორები, რომ რაღაცა პროდუქცია უნდა შეიძლება ღირდეს უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში. რაღაცა პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ძირითადად შიგნით ვაწარმოებთ, მაგალითად რაღაც ბოსტნეული სახეობები, თქვა აი ლოქიო, კარტოფილი, ის არ ეღირება უფრო ძვირი ვიდრე ევროპაში ანალიზი რომ გაკეთდეს და ან რაც შემოგვაქვს უფრო იაფიანი ქვეყნებია, როგორც თურქეთი, ის არ ეღირება უფრო ძვირი, მაგრამ რაღაც პროდუქცია უნდა ღირდეს. მაგრამ აქ მე რა ციფრებიც მოვისმინე, თქვა იგივე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რა თქმა უნდა შემაშფოთებლად უფრო ძვირი ღირს რაღაც. აი ბრინჯი რომ ახსენეთ 180%-ით რომ მეტი ღირს, ანუ ეს უკვე ეგ მინდა თქვა, რა თქმა უნდა ობიექტურად შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ არა ამდენად. ამიტომ მე ვიზიარებ ამ შეშფოთებას ხელისუფლების, რომ ეს საკითხი რა თქმა უნდა ყურადღებას ითხოვს. ეხლა ცოტა დაგვიანებულიც ხომ არ არის ბატონ გიორგი, ანუ აი ცოტა არადამაჯერებლად გამოიყურება კობახიძეს 2025 წლის ბოლოს აღმოეჩინა, რომ პროდუქტებზე ესეთი ფასები გვაქვს, ხომ?
ქვეყანაში. ჩვენთან მაგის გარდა ბევრი სხვა რამეც არის დაგვიანებული. როგორც იტყვიან ანდაზაში თუ რა დათქვამია არის ჯობია გვია ვიდრე არასდროს. ამიტომ რაღაცა რო ხდება ეს უკვე კარგია. ეხლა ნახეთ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მე მგონი არის სამი მიმართულება, რაზეც მე მაგალითად ვიმუშავებდი, ან მეგობრულ შევას მიცემდი რომ ემუშაოთ. პირველი არის რომ უნდა გაირკვეს არის თუ არა საკმარისი კონკურენცია შემომტანებს შორის. აი დისტრიბიუტორებს რომ ვეძახით, ისე ვთქვათ, მარტივი ენით რო ვთქვათ, დისტრიბიუტორები, ვისაც შემოაქვს, ის კი არა ვინც ყიდის მაღაზიებში. აი იქ არის თუ არა საკმარისი კონკურენცია და ხო არ არის იქ კორუფციული გარიგებები. ეხლა რას გულისხმობ მე? მაგალითად იყო ყოველთვის, აი თქვა წინა ხელისუფლების დროს მახსოვს იყო ყოველთვის ლაპარაკი იმაზე, რომ აი კომპანიას თუ შაქრის შემოტანა გინდა არ შემოგატანინებენ. ეს მარტო ვიღაცისთვის აქვს მიცემული ეს პრივილეგია. ან მაგალითად თუ გინდა ფქვილი შემოიტანო, ფქვილი აი იმას შემოაქვს. ეს რა თქმა უნდა იყო კორუფციული გარიგებების შედეგი. ანუ ვიღაც კომპანიებს აძლევენ რაღაც განსაზღვრულ მანდატს, რომ რაღაცა შემოედო, სხვას არ აძლევენ ამის ლიცენზიის შემოტანის. ესეთი რამე თუ ხდება, რა თქმა უნდა, თქვენ მკითხეთ სუსის მონაწილეობა რაში გამოიხატება, რა თქმა უნდა, აქ სუსის მონაწილეობა იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაერკვეს არის თუ არა შემოტანის ეტაპზე კონკურენციის შეზღუდვა. ანუ მე მაგალითად ვიღაცას შემოაქვს ეს ბრინჯი, ვის შემოაქვს, მე არ ვიცი. ეხლა არის თუ არა თავისუფლება იმისთვის, რომ ვისაც უნდა მე და თქვენ შეიძლება არ ვიცით, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხო იცოდა ეს ბატონ გიორგი ვის შემოაქვს ეს ბრინჯი. ეხლა რომ შეწუხდნენ მონოპოლისტი არის თუ არა დაუშვათ თუნდაც ბრინჯის შემომტანი ამ ქვეყანაში. ეხლა აი არ ვიცი, ალბათ დაგეთანხმებით, ეხლა ბევრ რაღაცაზე შეიძლება დავსვათ ანალოგიური კითხვა. იგივე ეხლა კორუფციული კეისები რო არ იცოდა, ეხლა ხალხმა ეს აქამდე რომ ესეთი რაღაცა ხდებოდა, რა თქმა უნდა ბევრმა იცოდა ეხლა. ნუ ამაზე ეხლა ჩვენ თუ ჩავეძიეთ ამას, ესეთი კითხვა ბევრ რამეზე შეიძლება დაისვას. მაგრამ მე ვამბობ ეხლა კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც მეკითხებით. ეხლა ბრინჯი იქნება ეს თუ შოკოლადი იქნება თუ რაღაცა იქნება, რა თქმა უნდა გასარკვევი არის, რომ შემოტანის ეტაპზე ხო არ ხდება რაღაცა დარღვევა იგივე კონკურენციის თვალსაზრისით, ან კონკურენციის შეზღუდვის თვალსაზრისით, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კორუფციულ რისკებს, შეიძლება არ უკავშირდებოდეს. ეს ერთს გავარკვევთ. შემდეგი ეტაპი, კაი შემოვიდა ეს პროდუქტი. ხო არ ხდება ჩვენ საცალო ქსელებში, როგორც არის დიდი ქსელები, კონკურენციის შეზღუდვა. ანუ მე ხა წავიკითხე კონკურენციის სააგენტოს 24 წლის აგარიში და იქ წერია რომ ჩვენ გავაანალიზეთ და არ არის შეზღუდვა კონკურენციის, არ არის არც ერთი ქსელი არ დომინირებს და ამიტომ არა, მაგრამ სინამდვილეში მე მგონი ეს ანალიზი გადასახედია, რა თქმა უნდა გაკეთებული, იმიტომ რომ იქ არის იმ ანალიზში არ არის გამოყოფილი საკუთარი პროდუქტები როგორც სეგმენტი. საკუთარი პროდუქტების საცალო ვაჭრობაში ძალიან დომინირებს სამი ქსელი, ეს არის ნიკორა, ორი ნაბიჯი და აი დეილი ჯგუფს რო ეძახელი, ისე სპარია და შეგვიძლია. ეგენი ძალიან დომინირებენ. მე მგონია, ჩემი მონაცემები და შეიძლება მივწდებოდა 50-60%-ზე მეტი ბაზარს აკონტროლებს სამი ქსელი. ეხლა ესეთი რაღაცა როცა ხდება, რა თქმა უნდა არის ეჭვი, ხო არ არის კარტელური გარიგება. ანუ ხო არ გარიგებულები ხო არ არიან ფასადთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვამტკიცებ, რომ ეს ესეა, მაგრამ როდესაც ესეთი კონცენტრაცია არის პროდუქტების ქსელში, არის რა თქმა უნდა გონივრული ეჭვი, რომ რაღაცა ხო არ ხდება იქ და რა თქმა უნდა ამას ჩაძიება ჭირდება. კი, ეს კარტელური გარიგება ვისთან? ბატონ გიორგი, ჩემთან ხო ვერ გარიგდებიან და თქვენთან? არა, აქ ნახეთ როგორ არის. აქ შეიძლება სულ არ იყოს კორუფციული რისკები. კორუფციული საკითხები. შეიძლება ეს სამი ქსელი ერთმანეთთან იყო გარიგებული. აი თქვენ ერთი ქსელი ხართ, მე მეორე ვარ და ერთმანეთს დაურეკავთ და ვიტყოთ ახლა მოდი ახლა ბრინჯზე ცოტა ფასი ავწიოთ რა. კონკურენცია რო იყოს და 10 ქსელი რო არის და 15 და 20, ისინი ერთმანეთს 20 კაცს ერთად ვერ მოელაპარაკება, მაგრამ რატომ არის ეს ანტიმონოპოლიური სამსახური რატო არსებობს ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც? იმისთვის არის რომ ზუსტად გააკონტროლოს და გაანალიზოს ის შემთხვევები, სადაც 2-3 გამყიდველი აკონტროლებს ბაზრის დიდ რაოდენობას. 2-3 კაცმა ყოველთვის შეიძლება ერთმანეთში რაღაცაზე მოილაპარაკოს. ეს არის ძირითადად და დღეს ანტიმონოპოლიური სამსახური წერს, რომ არ არის კონცენტრაცია, მაგრამ ამავე დროს
ცოტა არასწორად აქვს ეს ანალიზი გაკეთებული, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტია შეყვანილი, გარდა საკვები პროდუქტებისა, გააკეთოთ მარტო საკვები პროდუქტების სფეროში ანალიზი და დაინახავენ, რომ ძალიან დიდი კონცენტრაცია არის სამიქსელი აკონტროლებს ძალიან დიდ წილს ბაზრის. და ამიტომაც იქ ჩაეძიონ და ნახონ თუ არის რაღაცა პრობლემები. ერთმანეთში ხო არ გარიგდნენ. და რატომაც ეს ანტიმონოპოლიური სამსახური და სწორ ანალიზს რატო არ აკეთებს, ჩემი აზრით, აი ეს გასარკვევია. რატო არ აკეთებს? არ ვიცი. არიცით რა ვარაუდი გაქვთ? რავი, არ ვიცი ახლა რატო თქვა არ არის, აი ლაპარაკი იმაზე, რომ საკვები პროდუქტებში არის საკმაოდ დიდი კონცენტრაცია საცალო ქსელების. კონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ სამი ქსელი აკონტროლებს ძალიან დიდი წილს ბაზას. არ ვიცი, შეიძლება აქ არაფერი არ. მეორე საკითხი არის, მე როგორც გითხარით, მე სამი საკითხი გამოვყავი. მეორე საკითხი არის აი ეს საცალო ვაჭრობაში ანტიმონოპოლური სამსახურს და დაევალოს, რომ ადეკვატური ანალიზი გააკეთოს ამისი და გამოავლინოს თუ არის რაღაცა დარღვევები. თუ არის დარღვევები, რა თქმა უნდა, აქ საჭირო არის ჩარევა ფასების კონტროლთან დაკავშირებით და ამის მექანიზმები ჩემი მოგონილი არ არის და არც ჩვენი მოგონილია და აცილებლობით არსებობს როგორ უნდა მოხდეს ეს. რო თქვათ თუ დასაკორექტირებელი არის ფასტარმოქმედება და თუ არის რაღაც კარტელური გარიგება. თუ არის. კი ბატონო. ეს არის მესამე საკითხი არის გადასახადები. ეხლა ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ DGG გვაქვს ჩვენ 18% საკვები პროდუქტებს. ეხლა აქ ეს ძალიან სათულო საკითხია. იმიტომ რომ ეხლა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფო. ეხლა ჩვენ 18% DGG შევამციროთ საკვები პროდუქტებს. რა თქმა უნდა, ფასები დაიკლებს. უდაოდ. ბევრ პროდუქტზე, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის შემდეგი რისკები. ის რომ შეამციროს 18% DGG საკვები პროდუქტებზე, იმ საკვები პროდუქტებზე, სადაც ადგილობრივი წარმოებელით მონაწილეობს, ეს ადგილობრივ წარმოებელსაც დაარწავს, თუმცა ადგილობრივ წარმოებელზე ძალიან დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტებზე, როგორც ხორცი, ესე შემდეგ, ჩემი მონაცემით DGG საერთოდ არ არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ DGG არ არის, ადგილობრივი წარმოებელი, თქვა კარაქი ან რა, ის ფას უსწორებს იმპორტერს. ანუ იმპორტერს რო იქნება 18% DGG-ს და ფას აწესებს, იმ ფას უსწორებს ადგილობრივი წარმოებელიც, მიუხედავად იმისა, რომ DGG-ს არ იქნება. ეხლა იმპორტერს რო ფასი ჩამოუვარდება DGG-ს ჩამოწევის შედეგად, ადგილობრივ წარმოებულს უნდა დათიოს ფასი. ამრიგად ხდება ადგილობრივი წარმოებლის პირობების გაუარესება. ანუ ჩვენ DGG რო შევამციროთ იმპორტზე, ადგილობრივ წარმოებასაც ეს დაარტყავს რა. ამიტომ აქ სათულო საკითხია. ეგ ერთი რისკია. მეორე რისკი ის არის, რომ თუ შეამცირებენ ჩვენი ბიუჯეტი, ეხლა შეიძლება ბევრი არ იცის, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი 50%-ზე მეტი DGG არის ჩვენი ბიუჯეტი, როგორც ჩვენი ბიუჯეტი ივსება ორი იმით, DGG-ი და საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირების. კომპანიების მოგების გადასახადი პრაქტიკულად ძალიან მცირეა, ჩვენთან არ არის მოგების გადასახადი, მაგრამ დივიდენდზე. ამიტომ აქ ეხლა DGG-ის შემცირებას მოყვება ის, რომ ბიუჯეტს დაარტყოს და აგრეთვე ადგილობრივ წარმოებებს. ამიტომ აქ ცოტა სათულოდ უნდა. ბოლო კომენტარს გავაკეთებ იმაზე, რომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ადგილობრივ წარმოებებმა ყველაფერი ვაწარმოოთ, რასაც მოვიღმა. ეხლა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იყო ნათქვამი ისეთი ფრაზა, რომ ჩვენ უნდა მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებებს, რომ ნაკლები იმპორტის შემოვიდანოთ. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებებს, მარტო იმიტომ კი, რომ ნაკლები იმპორტის შემოვიდანოთ. რომ ჩვენმა წარმოებებმა როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტზე გაიტანოს საქონელი. იმიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევამციროთ იმპორტს და ექსპორტს შორის სხვაობა. იმპორტ და ექსპორტ შორის სხვაობის შემცირება შეიძლება ჩვენ ბევრად მეტი შემოგვიდრე გაგვაქვს. და ამ სხვაობის შემცირება ის კი არ არის, რომ იმპორტის შევზღუდოთ. ჩვენი ექსპორტი უნდა გავზარდოთ. და ექსპორტი რომ გავზარდოთ, უნდა ვაწარმოოთ ისეთი რაღაცეები, რითიც წარმოება ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ კონკურენტულები ვართ. მაგალითად, ეხლა იგივე ჩვეულებრივი კარაქის წარმოებაში, ეხლა ჩვენ იგივე ბელორუსს ეხლა ვერ მოუგებთ, საერთოდ ძალიან დიდი მოცულობას აწარმოებენ და ტექნოლოგიურადაც უფრო წინ არიან. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ კარგი სულგუნი, კარგი იმერული ყველი და გავიტანოთ ის ბელორუსში, გავყიდოთ სულგუნი იმერული ყველი, ისინი შემოვიტანენ კარაქს. აი ეს არის თერი ლოგიკა. კი ბატონო. ეკონომია ეს უნდა გაკეთდეს და ეხლა აი ეს საკითხულება არის, რადგან მინდოდა მელაპარაკა და კი ბატონო. მე მინდა კიდე დავამთავრო იმით, რომ პრინციპში აი მე აბსოლუტურად მივესალმები პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ამ ინიციატივას და მე მგონია კარგი წინგანადგური ნაბიჯი არის, რომ გვიან ვიდრე არასდროს ესეთი რაღაცა
გარკვეული იყოს და ბატონო, გასაგებია. ბატონ გიორგი, აი ბოლოს გკითხავთ, მოკლედ დროც აღარ მაქვს, ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი, როგორც ესე ვთქვათ, ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს, რა სიტყვით და რას ფიქრობთ ზოგადად იმაზე, რაც ხდება ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით? აი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, გუშინ ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს, ალექსანდრე ბურჭულაძე ციხეშია, სხვა მაღალჩინოსნებიც ასევე პატიმრობაში არიან. რა პოლიტიკასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით, რა ხდება? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაღაცა გუშინ და გუშინ წინ არ გაუცნია ივანიშვილს ეს ადამიანები, ხომ და ძალიან კარგად იცოდა დარწმუნებული ვარ, რასაც აკეთებდნენ ავს თუ კარგს, ესე ვთქვათ. მე მგონია, აქ საქმე გვაქვს ჩვენ რეალურად აქ საქმე კორუფციასთან ბრძოლასთან, მართლა იმიტომ კორუფციის მასშტაბები ჩემი ვარაუდით კატასტროფულად გაიზარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს არ არის კლანებს შორის დაპირისპირება, იმიტომ რომ კლანებს შორის დაპირისპირება რომ არსებობდეს, ჩვენ კლანები უნდა არსებობდეს. ჩვენთან კლანები არ არსებობს, ჩვენ არის ერთი კლანი. ვის შორის არის დაპირისპირება? ოპოზიცია როლს კლანებს შორის დაპირისპირება, რომელი კლანებს შორის? კლანები არ არსებობენ. აქ არის ერთი პარტია და ერთი კლანი თუ რადგან დაარქვით. ერთი ისა, ეს არის რეალურად მე მგონი შედეგი იმისა, რომ კორუფცია გავიდა აბსოლუტურად კონტროლისგან. რაღაც ეს კორუფცია ყოველთვის იყო, მე მგონია, ეს კორუფცია იყო, ალბათ კორუფცია არის და ამ კორუფციის წყაროებიდან რა თქმა უნდა ფინანსირდებოდა რაღაცა შინაგანი პარტიული საკითხები, ჩემი აზრით, მე არ ვიცი ესა, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ეს გავიდა აბსოლუტური კონტროლიდან, როგორც ჩვენ ხედავთ, რაღაც სასწაულები უკეთებიათ, როგორც თვითონ ამბობენ და თვითონ დაინახა მართლმა ძალამ, რომ ამას თვითონ არ გაუმკლავდება, ეს თვითონ მოუბრუნდება ეს ყველაფერი მათ. და რა თქმა უნდა, მე მგონია ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თვითონ დაარღვეს ამ საკითხს, იმიტომ რომ მათ მოუბრუნდებოდათ რა. აი ეს არის ძირითადად მე მგონია კარგი ჭკუა იხმარეს და აბსოლუტურად მივესალმები ამ მიმდინარეობას და ამ გადაწყვეტილებას სასწაულმიღებულებს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი ქობულია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ და გავაგრძელოთ საუბარი ამ საკითხთან.